რელიგიურ წესს აქვს ესეთი თვისება, რომ ადამიანს რაღაც ჩარჩოში აქცევს, ეს ჩარჩო ისეთი ინერტულია და ისეთი ძნელად გასარღვევია, რომ მე იქიდან ამ ადამიანს ამოსვლა უჭირს და მე ამის უამრავი მაგალითი მაქვს, როცა ადამიანი დაზიანებული ცხოვრებით მოდის რელიგიური თვალსაზრისით. როცა არ უფიქრია საერთოდ ცოცხალ ღმერთზე, ფიქრობდა წესების შესრულებაზე. იქიდან ადამიანის გათავისუფლება ურთულესი რამეა, ურთულესი. მით უმეტეს თუ ამ რელიგიურ ცხოვრებაში მას რაღაცა პირადი მისტიკაც აკავშირებს. იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავის მისტიკური მხარე აქვს, ურწმუნოსაც თავის მისტიკური მხარე აქვს. ნებისმიერ სფეროში მისტიკა და ადამიანი ხო ცხოველი არ არის. ხო და შესაბამისად თუ იმ რელიგიურ ცხოვრებაში მას რაღაცა მისტიკური გამოცდილება აქვს, დამთავრდა იქიდან მას ვერაფერთ ვერ გამოიყვან. და ისე არის სხვა რელიგიის წარმომადგენელი რაღაცა და ისე არ არის ქრისტიანი, რომ თვითონ ვერც კი ხვდება ამას. ასე რომ ეს ძალიან გასაფრთხილებელია. ამიტომ მოციქული გვეუბნება ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან. წინასწარმეტყველი ვინ არის დღეს? დღეს წინასწარმეტყველი არის, მე ვარ წინასწარმეტყველი. მღვდელია წინასწარმეტყველი. რას ნიშნავს წინასწარმეტყველება? არ ამკითხავს. ფოთაშორის ბევრი ადამიანი მღვდელთან როგორც მკითხავთან ისე მიდის. რომელ სამსახურში დაიწყო მუშაობა? რომელ ექიმთან? ვის გავყვეთ ცოლად? და რა ვიცი, 1000 რაღაც აინტერესებს ადამიანს. ხვალ რა გავაკეთო, ზეგ რა გავაკეთო, მაზეგ რა გავაკეთო. და მთავარი წინასწარმეტყველების არსი რაში მდგომარეობს? ღვთისნება რა არის იმის გარკვევა. წინასწარმეტყველი ღვთისნების გამცხადებელია და არ ამკითხავი. ამიტომ მას შემდეგ რაც ქრისტემ ეკლესია დაარსა, მთელი ეს წინასწარმეტყველური მსახურება მღვდლობას გადააბარა, მღვდლობას, რომელიც არის ვალდებული, მღვდლობის ეს ინსტიტუცია არის ვალდებული, რომ ადამიანებს ღვთისნება განუცხადო. ღვთისნება განუცხადო და თქვენ მღვდელთან მხოლოდ იმიტომ უნდა მოდიოდეთ, რომ ღვთისნება განუცხადონ და მღვდელი კიდევ გეტყვით, რომ ეს ღვთისნება განცხადებული არის უკვე წერილობით წმინდა წერილში და 2000 წლის განმავლობაში უამრავ თხუზულებებში გაბნეული განმარტებებია სწორედ აი ამ ღვთისნებისა და წმინდა წერილის სწორად გაგებისა. და უნდა მიგანიშნოთ იქითკენ, სადაც ეს საუნჯია დავანებული, ეს არის წმინდა ეკლესია.